მოგესალმებით, მე ნათია ვარ და დღეს ამ ვიდეოში მე მინდა რომ ჩვენ ერთად ვისწავლოთ თუ როგორ ვაუღლოთ ზნა ინგლისურ ენაზე საუბრისას წარსულ განგრძობით დროში. მას ინგლისურად ქვია past continuous. როგორც უკვე მე აღვნიშნეთ ჩემს წინა ვიდეოში, არსებობს წარსული რამოდენიმე დრო ინგლისურში, ისევე როგორც ქართულში. ანუ ნახეთ მაგალითად, მე წავიკითხე, ესეც არის წარსული, მე ვკითხულობდი, ესეც არის წარსული, ხოლო მე წამიკითხავს, ესათვის ციგნი, ესეც უკვე არის წარსული. მე დღეს უნდა ავხსნათ ჩემს ვიდეოში ის დრო, რომელიც ქართულად ითარგმნება როგორც მე ვკითხულობდი და მას ქვია წარსული განგრძობითი დრო. ის თუ როგორ უნდა ვთქვათ, მე წავიკითხე, უკვე მე ავხსენეთ ჩემს წინა ვიდეოში და თუ ჯერ ის ვიდეო არ გაქვთ ნანახი, კარგი იქნება თუ ჯერ იმ ვიდეოს ნახავთ, ისწავლით და შემდეგ უკვე მოუბრუნდებით ამ ვიდეოს. მოკლედ, დავუბრუნდეთ ისევ წარსულ განგრძობით დროს, ანუ past continuous დროს. ეხლა ნახოთ თუ როგორ უნდა ვაუღლოთ ზნა. იმისათვის რომ ჩვენ ვაუღლოთ ზნა ამ დროში, აუცილებლად საჭიროა რომ ჩვენ ვიცოდეთ ზნის to be-ს, ანუ ყოფნის უღლება წარსულ დროში. ანუ ჩვენ უნდა ვიცოდეთ ის თუ როგორ უნდა ვთქვათ, მე ვიყავი, შენ იყავი, ის იყო და ასე შემდეგ. ჩვენ თუ ვიცით რომ მე ვიყავი, წარსულ დროში არის I was, შემდეგ უკვე უნდა ავიღოთ ზნა, მაგალითად to read, ოღონდ უკვე რა თქმა უნდა to-ს გარეშე და შემდეგ უკვე ამ ზნას დავუმატოთ ing, ანუ ამ შემთხვევაში გამოვა reading. თქვენ თუ გინდათ G ბოლო ასო შეგიძლიათ წარმოთქვათ, შეგიძლიათ არ წარმოთქვათ, ეს იმას გააჩნია თუ თქვენ რომელ ქვეყანაში იმყოფებით. ამერიკაში მაგალითად იტყოდნენ reading G-ს გარეშე, ხოლო ბრიტანეთში და სხვა ქვეყნებში ამბობენ reading, ანუ G-თი, რომელიც ქართულად გამოითქმის როგორც G. უბრალოდ წარმოითქმის როგორც G. მოკლედ, მე ვკითხულობდი, იქნება ასე. I was reading. იმისათვის რომ ვთქვათ, შენ კითხულობდი, ჩვენ უნდა ვთქვათ ესეთი რაღაცა. შენ იყავი კითხვა. უცნაურია, ჩვენ ვამბობთ, შენ იყავი კითხვა, მაგრამ ის ითარგმნება როგორც შენ კითხულობდი. ანუ ჩვენ ვამბობთ ასე. You were reading. შემდეგ უკვე შესაბამისად ლოგიკურად მიყვება ასე და ის კითხულობდა, იქნება ის იყო კითხვა, ანუ იქნება ასე. He, she, it was reading და ითარგმნება როგორც ის კითხულობდა, ხოლო ჩვენ კითხულობდით, უნდა ვთქვათ, ანუ ჩვენ ვიყავით კითხვა და იქნება ასე. We were reading, თქვენ კითხულობდით, you were reading, ხოლო ისინი კითხულობდნენ, they were reading. როგორც უკვე შეამჩნიეთ, სიტყვა reading აბსოლუტურად არსად არ იცვლება. ის აბსოლუტურად ყველგან, ყველა პირსა და რიცხვში არის ერთი და იგივე. იცვლება მხოლოდ ზნა to be. ეს რაც შეეხებოდა დადებით ფორმას. ახლა მოდით ვთქვათ თუ როგორ უნდა ვთქვათ, როდესაც ჩვენ რაღაცას არ ვაკეთებდით. მაგალითად, რომ მე არ ვკითხულობდი. ჩვენ უკვე ალბათ ვიცით, უბრალოდ უნდა ვიცოდეთ წინა ვიდეოებიდან, რომ ამ შემთხვევაში ჩვენ გვჭირდება სიტყვა not, ანუ არ, რომელიც ყოველთვის აქვს ზნას წინ. ანუ ჩვენ უნდა ვთქვათ ასე, მე არ ვიყავი კითხვა, ანუ ჩვენ ვამბობთ ასეთ რაღაცას. I was not reading. შენ არ კითხულობდი, იქნება you were not reading. ის არ კითხულობდა. He, she, it was not reading. ჩვენ არ კითხულობდით, we were not reading. თქვენ არ კითხულობდით, you were not reading. ხოლო ისინი არ კითხულობდნენ, they were not reading. მოკლედ, reading ისევ არსად არ შეიცვალა, შეიცვალა მხოლოდ ის, რომ მას წინ ჩვენ ახლა დავუსვით სიტყვა არ, ანუ not. ეხლა მოდით ვთქვათ, როგორ უნდა დავსვათ კითხვა, მაგალითად, კითხულობდი შენ, ან კითხულობდნენ ისინი. ამ შემთხვევაში ჩვენ რას ვაკეთებთ? პირის ნაცვლად სახელს, ანუ I-ს და მე შენის და ჩვენ თქვენი ისის, ვამბობთ პირველს, უბრალოდ პირის ნაცვლად სახელს და დამხმარე ზნას ამ შემთხვევაში to be-ს, was და were ვაბრუნებთ. ანუ ნახეთ, მე ვკითხულობდი, თუ იყო I was reading, კითხულობდი მე, იქნება ასე. Was I reading? ანუ I და was ფაქტიურად ადგილები გაცვალეს. კითხულობდი შენ, იქნება ასე. Were you reading? კითხულობდა ის, იქნება was he, she, it reading? კითხულობდით ჩვენ. Were we reading? კითხულობდით თქვენ. Were you reading? და კითხულობდნენ ისინი. Were they reading? მოკლედ, სიტყვა reading ისევ აბსოლუტურად არსად არ შეიცვალა. საქმე ისაა, რომ მხოლოდ პირის ნაცვალსახელებმა და დამხმარე ზნამ ამ შემთხვევაში were და was-მა გაცვალეს უბრალოდ ადგილები.
ჩვენ უკვე ვისწავლეთ ის თუ როგორ უნდა ვაუღლოთ ზმნა წარსულ განგრძობით დროში. მოდით ახლა ის ვისწავლოთ, როდის უნდა გამოვიყენოთ წარსული განგრძობითი დრო ინგლისურ ენაზე საუბრისას. და წესი პირველი, როდესაც უნდა გამოვიყენოთ ის. როდესაც წარსულ დროში რაღაც ხდებოდა, რაღაც განსაზღვრულ დროს, განსაზღვრულ მომენტში. მაგალითად, მე გუშინ 5 საათზე თამაშობდი ტენისს. ეს იქნება ასე ინგლისურად. I was playing tennis at 5 o'clock yesterday. ანუ ნახეთ, მე ვთქვი I was playing. ანუ მე ვთამაშობდი. იმიტომ რომ გუშინ 5 საათზე მე რაღაცის კეთების პროცესში ვიყავი. აი მაგალითად, I was reading a book at 6 o'clock yesterday. ანუ გუშინ მე 6 საათზე კითხულობდი წიგნს. ანუ გუშინ 6 საათი როცა იყო, მე რაღაცას ვაკეთებდი, რაღაცის კეთების პროცესში ვიყავი. წესი ნომერი 2. როდესაც ერთი მოქმედება ხდებოდა, ყურადღება მიაქციეთ და მეორე მოქმედება ამ დროს მოხდა. აი მაგალითად, მე როცა ვამბობ When I was playing tennis, my mom called me. ანუ ნახეთ, მე ვთქვი, როდესაც მე ვთამაშობდი ტენისს, დედაჩემმა დამირეკა. ანუ მე ვთამაშობდი, ეს არის ჩვეულებრივი წარსული განგრძობითი დრო, რომელიც მე ახლა ავხსენი. ხოლო my mom called me, დედაჩემმა დამირეკა, ეს უკვე არის წარსული მარტივი დრო და ამ შემთხვევაში დამირეკა და ის მორჩა და დამთავრდა. ანუ ნახეთ, დედაჩემმა მე დამირეკა, როდესაც მე რაღაცას ვაკეთებდი. აი მე რომ რაღაცას ვაკეთებდი, მაშინ როდესაც მეორე რაღაცა მოხდა, უნდა იყოს პირველი მოქმედება წარსულ განგრძობით დროში. ან მაგალითად ნახეთ, when I was reading a book, my sister came. როდესაც მე კითხულობდი წიგნს, ჩემი და მოვიდა. ანუ მე ვიყავი წიგნის კითხვის პროცესში, როცა ჩემი და მოვიდა. წესი ნომერი 3. როდესაც ორი მოქმედება ხდებოდა წარსულში ერთდროულად. აი მაგალითად, და ამ შემთხვევაში ხშირად გამოიყენება, უბრალოდ უნდა გამოვიყენოთ ასეთი სიტყვა ინგლისურად while and when არის როცა, როდესაც, ხოლო while მაშინ როდესაც სანამ-მანამ. აი მაგალითად, მე უნდა ვთქვა ასე while I was playing tennis, my sister was reading a book. ამ შემთხვევაში მე ორივე ზმნა ჩავსვი წარსულ განგრძობით დროში და ვთქვი, როდესაც მე ვთამაშობდი ტენისს, ჩემი და კითხულობდა წიგნს. ანუ while I was playing tennis, my sister was reading a book. ანუ მე და ჩემი და ერთდროულად ვაკეთებდით რაღაცას. ეხლა, იმისათვის რომ ჩვენ ზმნას სწორად დავუმატოთ ing, სწორად ვიმეტყველოთ და სწორად დავწეროთ, საჭიროა რომ ვიცოდეთ რამოდენიმე წესი თუ როგორ დავუმატოთ ეს სამი ასო ing. ვინც ჩემს წინა ვიდეოებს უყურებთ, ალბათ უკვე გეცოდინებათ ეს წესი და თქვენთვის ეს იქნება გამეორება ცოდნის დედაო, ხოლო ვისაც ნანახი არ გაქვთ, მაშინ ყურადღებით მისმინეთ რომ დაიმახსოვროთ. ესე იგი, პირველი წესი. იმისათვის რომ ing დავუმატოთ, ყველაზე მარტივად ჩვეულებრივ ვიღებთ ზმნას და ვუმატებთ ing-ს. მაგალითად, ამ შემთხვევაში იყო to read. კითხვა, to ჩამოვაშოროთ, ხოლო სიტყვას read დავუმატოთ ing და გამოვიდა reading. მაგრამ ეხლა ნახეთ, თუ კი მაგალითად ზმნა მთავრდება იზე. ხშირად ჩვენ მას ქართულად მუნჯ ის ვეძახით, მაგალითად ავიღოთ ასეთი ზმნა to drive. მართვა მანქანის ტარება. მე ვატარებდი, რომ უნდა ვთქვათ I was driving, მაგრამ driving-ს როდესაც დავწერთ, როდესაც დავუმატებთ ing-ს, ამ შემთხვევაში drives ბოლოში მუნჯი i ჩამოშორდება და ისე დაემატება ing. ავიღოთ მაგალითად ასევე ზმნა to write, წერა. Write თავდება მუნჯ იზე, ამიტომაც ing-ს დართვისას მას ეს ასო ჩამოშორდება და ისე დაემატება ing, ანუ მე ვწერდი, იქნება I was writing. წესი ნომერი 2. როდესაც ზმნა მთავრდება ერთ თანხმოვანზე და ამ ზმნაში არის მხოლოდ ერთი ხმოვანი. ანუ როდესაც ზმნა გვაქვს მხოლოდ ერთ მარცვლიანი, მას ing-ს დართვისას ბოლო თანხმოვანი უორმაგდება. მაგალითად ავიღოთ ასეთი ზმნა to swim. ცურვა. ანუ ნახეთ, ცურვაში გვაქვს მხოლოდ ერთი ხმოვანი I, ანუ ზმნა არის ერთმარცვლიანი და ის მთავრდება მხოლოდ ერთ თანხმოვანზე და ეს არის ემი. ანუ ნახეთ, მას ing-ს დართვისას ბოლო თანხმოვანი ემი გაუორმაგდება და ის იქნება ასე swimming,
ხოლმე ვსურავდი, უკვე დაიწერება რა თქმა უნდა ორი ემით და იქნება I was swimming. იგივეა მაგალითად to sit ჯდომა. გვაქვს ერთი ხმოვანი I და მთავრდება ერთ თანხმოვანზე T-ზე. ამ შემთხვევაში იქნება I was sitting. ყურადღებით იყავით. უნდა მთავრდებოდეს ზნა მხოლოდ ერთ თანხმოვანზე. მხოლოდ ერთ თანხმოვანზე. მაგალითად ავიღოთ ზნა to walk. სიარული. Walk-ში კი ბატონო არის ერთი ხმოვანი და ეს არის A, მაგრამ ის მთავრდება ორ თანხმოვანზე და ეს არის L და K. და ამიტომაც მას ing-ის დართვისას არ გაუორმაგდება ბოლო თანხმოვანი. ეს არ შეგეშალოთ ხოლმე, ეს ყველა ძალიან ხშირად ეშლებათ ხოლმე და ამიტომ ყურადღება მიაქციეთ. ზნა უნდა მთავრდებოდეს მხოლოდ ერთ თანხმოვანზე. Walk იქნება ჩვეულებრივ I was walking ყოველგვარი გაორმაგების და ჩამოშორების გარეშე. და შემდეგი წესი. როდესაც ზნა მთავრდება I is-ზე, ამ შემთხვევაში მას I ჩამოშორდება და გაემატება ing. ასეთი ზნა არის მაგალითად to die, სიკვდილი და მე ვკვდებოდი იქნება I was dying და ამ შემთხვევაში dying დაიწერება dy და შემდეგ ing. ანუ I და მუნჯი I, მას ჩვენ ჩამოვაშორეთ და დავუმატეთ ing. აქ ერთი პატარა შენიშვნა, ეს წესი არ არის, უბრალოდ გაითვალისწინეთ და ყურადღება მიაქციეთ ხოლმე, რომ თუ ზნა მთავრდება y-ზე, ამ შემთხვევაში მნიშვნელობა არ აქვს y-ის წინ ხმოვანი აქვს თუ თანხმოვანი, ის არ იცვლება ing-ის დართვისას, იცოდეთ რომ y არანაირად არ გადაკეთდება და მოკლედ y-ზე როდესაც მთავრდება, მას ჩვეულებრივ ემატება ing. მაგალითად ავიღოთ study, სწავლა, იქნება I was studying, მე ვსწავლობდი. იგივე მაგალითად play, თამაში, იქნება I was playing. Studies კი აქვს წინ y-ს აქვს d თანხმოვანი, მაგრამ არაფერი არ ხდება, ჩვეულებრივ დაემატება ing და ანუ plays წინ აქვს ხმოვანი, y-ს წინ აქვს ხმოვანი a და ამ შემთხვევაშიც არაფერი არ ხდება, მას ჩვეულებრივ დაემატება ing და იქნება I was playing. სულ ეს იყო დღეისათვის ის, რაც მინდოდა რომ ამეხსნა თქვენთვის, წარსულ განგრძობით დროსთან დაკავშირებით. იმედი მაქვს რომ ეს ვიდეო მოგეწონათ და ამ დროს თქვენ ინგლისურ ენაზე საუბრისას გამოიყენებთ. ყველას ნახვამდის და წარმატებები. შევხვდებით მომავალ ვიდეოებში.